განვაგრძობთ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან. ჩვენ წინა საუბარში შევეხეთ დიდაქეს პირველ ნაწილს, როგორც შესაბამის განვრთობის გზის პირველი ეტაპისა, განწმენდელობითი, იგივე კათაკმევლური ხარისხისა. აღნიშნავდით, რომ ამ პირველი ეტაპის ღირსეულად განვლელი მაღლდება მეორე ხარისხამდე, მეორე ეტაპამდე, რაც უკვე ეკლესიური ცხოვრების დაწყებას ნიშნავს, ადამიანის ეკლესიის შვილად დაბადებას გულისხმობს. და ამგვარი უდიდესი სიკეთე ადამიანს ეძლევა ნათლისღების საიდუმლოს გზით. თუ ჩვენ მქონდა საუბარი იმაზე, რომ განვრთობის გზის მეორე ეტაპზე ადამიანი უკვე გასხიოსნებითად განჭვრեց უფალს, რომ მას გასხიოსნება, განათლება, გასინათლება ენიჭება, რისი სიმბოლოც გახლავთ მოსეს მიერ აალებული მაყულის ბუჩქის ხილვა, ანუ ესაა ის ეტაპი, როდესაც ჭეშმარიტება სინათლეში ცხადდება, ამის შესაბამისი გახლავთ დიდაქეს მეორე ნაწილი, რაც საკუთრივ ნათლისღების საიდუმლოს შესახებ გვაუწყებს. მიუთითებდით, რომ ეს ნაწილი თავისთავადაც მნიშვნელოვანი, ესე იგი არა მხოლოდ განვრთობითი პროცესის ასახვისათვის, არამედ თავისთავადაც როგორც ისტორიული დოკუმენტი ამ უწმინდესი საიდუმლოს შესახებ, ამ კუთხითაც უაღრესად მნიშვნელოვანია. ვეხებოდით სწორედ იმ მონაკვეთს ტექსტისაც, სადაც ჩამოთვლილია სახეობანი წმინდა ნათლისღების წესისა, რომ ნათლისღება ერთი სახით არ სრულდებოდა და 4 სახეობაა დიდაქეში გამოყოფილი. კვლავ შეგახსენებთ ამ სახეობებს. პირველი გამდინარე წყალში შთაფლვითი ნათლობა, მეორე დამდგარ ცივ წყალში შთაფლვითი ნათლობა, მესამე დამდგარ თბილ წყალში შთაფლვითი ნათლობა და მეოთხე სამგზისი დასხმა თავზე მამის ძისა და სულიწმინდის სახელით. მიუთითებდით, რომ ზოგიერთისთვის აი ამგვარი მიმდევრობა ნათლობის სახეობებისა თითქოს იმის მაუწყებელია, რომ მეოთხე სახეობა, კერძოდ თავზე სამგზისი დასხმა, ნათლობის ჩვეულებრივი წესი კი არ უნდა ყოფილიყო, არამედ როგორც რაღაც გამონაკლისი შემთხვევა. ამგვარი რამ დიდაქეს ტექსტისთვის სრულიად შეუძლებელია. აქ არანაირად არ იგულისხმება გამონაკლისი, აქ იგულისხმება კვლავ აღნიშნავთ ერთი და იმავე საიდუმლოს პრაქტიკული შესრულების 4 სახოვნება. და ამასთან დაკავშირებით დავიწყეთ კიდეც მსჯელობა იმის მიმართ, იმის შესახებ, რომ ერთი და იგივე ჭეშმარიტება, არსობრივი ჭეშმარიტება გამოვლენითად, შესრულებითად, როგორც პრაქტიკული წესი, ჩვეულებრივ ერთსახოვანი არ არის. უდიდესი და უწმინდესი დასაბუთება ამ აზრისა გახლავთ წმინდა ლიტურგია. წმინდა ლიტურგია, რომელიც ერთი უცვალებელი სულიერი მოვლენაა, რომლის აღსრულების ჟამსაც პური და ღვინო ჭეშმარიტად გარდაიქმნება, ანუ გარდაარსდება მაცხოვრის სისხლად და ხორცად. აი ეს ერთი და იგივე უცვალებელი შინაარსი და საიდუმლო გამოხატულებითად, პრაქტიკული აღსრულების წესით და ამ წესის მწიგნობრული სახით, რა თქმა უნდა, ერთგვარი არ არის. თავის დროზე კარგად არის ცნობილი, რომ არსებობდა მოციქულთა ლიტურგიები, ქართული წყაროების მიხედვითაც, თუნდაც ესაა წმინდა ლიტურგია იაკობ მოციქულისა, წმინდა ლიტურგია პეტრესი, ესე იგი თვით ერთ ეპოქაშიც კი ერთ სახოვნება ამ უწმინდეს წესს არ ქონია. მოგვიანებით მე-4 საუკუნეში მოგეხსენებათ იწერება ბასილი დიდის ლიტურგია, რომელიც ტექსტობრივად უდიდესი სხვაობების შემცველია ამ წინა ლიტურგიებთან დაკავშირებით. სულიერად არის აბსოლუტური იგივეობა, უცვალებლობა კვლავ აღნიშნავთ, მაგრამ ტექსტობრივად, ფორმობრივად, გამოვლენის სახით მათ შორის ძალიან დიდი სხვაობა. ბასილი დიდის ლიტურგიის შემდგომ კვლავ ახალი ტექსტი ლიტურგიისა, არც ისე დიდი დაშორებით ბასილის ლიტურგიისგან, დაახლოებით 30 წელი მაქსიმუმ არის შუალედი, აი ეს მე-4 წესი, რომელიც დღეს საყოველთაოდაა დამკვიდრებული წმინდა იოანე ოქროპირის ლიტურგია. 4 სახოვნება ერთი და იმავე სულიერი მოვლენისა თვალსაჩინოდ გვიჩვენებს, რომ პრაქტიკული გამოვლინება, აღსრულებითი წესი, ამა თუ იმ უწმინდესი საიდუმლოსი არასოდეს არ არის ერთგვარი. ამავეს ადასტურებს ისეთივე სიწმინდე და წმინდა მოვლენა, როგორცაა ერთი და იგივე სახარება 4 თავი. ძალა, სულიერი შინაარსი, მიზანდასახულობა, არსება ერთი და იგივეა მათეს, მარკოზის, ლუკას და იოანეს სახარებისა, მაგრამ ის რაც ერთი არსობრივად, გამოთქმითად, გამოვლენითად 4 სახოვანია. 4 სახოვანია და ეს 4 სახე არანაირად არ შეერწყმის ერთი მეორეს, თავისთავადობას, თავის ღირსებას ინარჩუნებს, ერთი და იმავე შინაარსის შემცველობას თავის თავში სიწმინდით იმარხავს. ჩვენ შეგვეძლო კიდევ უფრო გამგვევრცო ეს მსჯელობა ამგვარი მიმართების შესახებ შინაარსსა და ფორმას შორის და გვეთქვა, რომ თვით ჭეშმარიტების უწმინდეს წიაღშია იგივე ვითარება, რომ ღმერთი, რომელიც ერთი ღმრთეება, ერთი არსება, ერთი ბუნებაა, პიროვნულად ერთი არ გახლავთ. პირი ყოველთვის გამოხატულებაა ბუნებისა, პირი სწორედ ესაა ეკლესიის მამათა სწავლებით პირი და ჰიპოსტასი ისაა, რითაც ბუნება გამოიხატება, ხოლო ბუნება ისაა, რაც
ერთი ბუნების მქონე პირთ აერთიანებს და აბსოლუტურად საერთოა მათთვის. ბუნება ცალკე აღებული დამოუკიდებლად არსად არ არსებობს, პირში გვამოვნებაში ვლინდება იგი, ხოლო პირი და გვამოვნება სწორედ ისაა, რაც ჰიპოსტასი, გვამოვნება მოგეხსენებათ ჰიპოსტასი ესამოება ბერძნულ ტერმინს, პირი და ჰიპოსტასი სწორედ ისაა, რაც თავის თავში არსებას, ბუნებას გამოხატავს. კვლავ აღნიშნავთ, პირის სწორედ გამოხატულება, ამიტომ რომ ერთ-ერთ სინონიმურ ტერმინად პირისა, გვამოვნებისა, ჰიპოსტასისა, ეკლესიურ ტრადიციაში დამკვიდრებულია უწმინდესი ტერმინი ხარაქტერ ბერძნულად, რაც სხვა არაფერია თუ არა ხატი, გამოხატულება და ძველ ქართულად ასე ვითარდებოდა ხატი, ხატება, ხატოვნება. აურაცხელი ნიმუში ამ ტერმინის დამოწმებისა ჩვენ უკვე გამოვაქვეყნეთ ჩვენს წიგნში, შეიძლება დაინტერესებულ მსმენელს რაღაცნაირად სასარგებლოდ აღმოუჩნდეს ეს წიგნი ამ კუთხით, სახელწოდებით მართლმადიდებლური ხატმეტყველება, რაც 2002 წელს გამოიცა და ამ წიგნში ჩვენ სპეციალურად ვეხებით საკითხს იმის შესახებ, რომ გარდა ერთი ღმრთეების ერთი არსობრივი ხატებისა, რასაც გადმოსცემს ბერძნული ტერმინი მორფე და ქართულად ეს მორფე ითარგმნება როგორც ხატება, ხატი, ხატოვნება, გარდა ამისა არსებობს ჰიპოსტასური ხატი, ხატება, ხატოვნება, რასაც ბერძნულად აღნიშნავს ტერმინი ხარაქტერ და ეკლესიურ სწავლებაში ჩვენ აურაცხელი ნიმუში გვაქვს ამის დამოწმებისა ლიტურგიკულ ტექსტებში ერთარსებასა სამხატოვნებად განვავრცობთ, სამსახატებასა, ერთსაბუნებასა მორწმუნენო ვუგალობდეთ, სამსახატებით და ერთსაარსებით ვიცნობ ღმრთეებასა და სხვა. ასე რომ პირი სხვა არაფერია თუ არა იგივე გამოხატულება ბუნებისა, საზოგადოდ როგორც ტერმინი, ჩვენ სამუზენაეს პირს ვაღიარებთ ამავე დროს როგორც სამუზენაეს ხატებას, ხატოვნებას, ერთი არსებისას, ერთი ბუნებისას. ასე რომ თვით უზენაესობაში, შეუქმნელობაში, შემოქმედებაში ერთი ღმერთი ერთ ხატოვნად არ ვლინდება, ერთ პიროვნულად არ ვლინდება. ეს უკვე იუდაიზმია, ეკლესიურ ტრადიციაში საბელიანიზმის ერესია, რასაც მსოფლიო კრებები განკვეთენ და ანათემირებულ ყოფენ. ხოლო ეკლესიური მოძღვრება მიიჩნევს, რომ ერთი არსება, ერთი ბუნება, სამ პიროვნულად, სამ ხატობრივად, სამ გვამოვნებად წარმოჩნდება, იდიდება და ჰგიეს მარადის. იმიტომ რომ თითოეული ჰიპოსტასი თვითსრულია, თვითმდგომია, განუყოფელია დანარჩენი ორისგან, მაგრამ ამავე დროს შეურწყმელიცაა. აქედან გამომდინარე, კვლავ აღნიშნავთ, რომ არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ ეს უზენაესობა ამგვარი ვითარებისა, რომ ერთი არსება სამხატოვნებად იდიდება, ყველგან ცნაურდებოდეს უკვე თვითქმნილებაშიც, რომ ერთი ჭეშმარიტება უქმნელი, მარადიული, საღვთო ჭეშმარიტება 4 სახარებად, ან და სახარების 4 თავად ვლინდება ჩვენამდე, ორივე გამონათქვამის სავსებით მართლმადიდებლურია. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობს 4 სახარება, ტექსტობრივ შინაარსს თუ ჩავდებთ ტერმინში სახარება, მაგრამ ამავე დროს შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობს ერთი სახარება, 4 თავი. თუ ამ შემთხვევაში სახარებაში კონკრეტულად სულიერ შინაარსს ვიგულისხმებთ, საღვთო გამოცხადებით სიბრძნეს ვიგულვებთ. აი ეს ჭეშმარიტება, ცხონება, როგორც სახარება ერთია, ამ გაგებით, მაგრამ მისი გამოხატულება 4-ია, 4 თავია. ან და მეორე კუთხით თუ სახარებად კვლავ აღნიშნავთ ტექსტს ვიგულვებთ, 4 სახარება არსებობს, ერთი ჭეშმარიტებისა, ერთი უფლისა იესო ქრისტესი ჩვენისა. აურაცხელია კიდევ სხვა ნიმუშები დამადასტურებლად იმისა, რომ საეკლესიო ლიტურგიკულ ტრადიციაში ერთი და იგივე სულიერი მოვლენა ძალიან ხშირად მრავალ სახოვნად აღსრულდება. აქ მრავალ სახოვნება ნებისმიერი კი არ გახლავთ, ჩვენ ესეც მეორე მხარეც აუცილებლად უნდა დავაკონკრეტოთ, რომ როდესაც ერთი ჭეშმარიტება არაერთ სახოვნად ვლინდება, ეს არაერთ სახოვნება, რამდენიმე სახოვნება გამოვლინებისა ნებისმიერი და თვითნებური კი არ არის, მხოლოდ ის სახოვნებაა ჭეშმარიტი და ის მრავალსახოვნება, რომელსაც ეკლესია კანონიკურად ცნობს. ჩვენ ვთქვით, რომ ერთი სახარებისეული ჭეშმარიტება 4 სახარებად, 4 თავად წარმოჩნდება, მაგრამ ეს 4 თავობა ნებისმიერი არ გახლავთ. აურაცხელი სხვა სახარებანიც იყო დაწერილი, რომლებიც რა თქმა უნდა ეკლესიამ ჭეშმარიტად არ ცნო. მხოლოდ ეს 4-ია ჭეშმარიტი, მხოლოდ ეს 4-ია კანონიკური, რომლებსაც არც შეემატება, ესე იგი არ არსებობს 5 სახარება, არც დააგლდება. არ შეიძლება რომ თქვა მხოლოდ 3 სახარებაა ჭეშმარიტი და მე 4 არა. ასევე გახლავთ ნებისმიერ სხვა მოვლენასთან დაკავშირებით, ჩვენ მქონდა შემთხვევა იმისა გამოგვექვეყნებინა წმინდა მაქსიმე აღმსარებლის შესანიშნავი გამონათქვამები და შენიშვნები ზემოხსენებულ წიგნზე წმინდა დიონისე არეოპაგელისა სათაურით საეკლესიო მღვდელმთავრობის შესახებ და ეს შენიშვნები სწორედ იმას ხატყობს, რომ ერთ და იმავე დროსაც და დროთა განმავლობაშიც ცალკეული საეკლესიო წესი, როგორც გამოხატულებითი სახეობა შინაარსისა, რა თქმა უნდა ძალიან ხშირად იცვლება.
კერძო წმინდა მაქსიმე თითქმის ყველა ნაბიჯზე აღნიშნავს, რომ დიონისე არეოპაგელისგან, ესე იგი პირველ-მეორე საუკუნეების მოღვაწისგან აღწერილი ესა თუ ის საეკლესიო წესი, მისი დროისთვის უკვე სხვაგვარადაა. აწესე სხვებრ აღესრულების ძალიან ხშირად უთითებს ის. და განმარტავს შემდეგ თუ მოციქულთა დროს იმგვარად და თვით დიონისე არეოპაგელის დროს დიონისესგან აღწერილი ფაქტობრივად მოციქულთა დროს გულისხმობს, რატომ იყო იმ სახის, ხოლო მის დროს რატომ შეიცვალა ესა თუ ის წესი. ასევე ამ შინაარსის დამტევია წმინდა ეფრემ მცირის შესანიშნავი კომენტარი იმავე დიონისე არეოპაგელის შრომაზე, სადაც ის ამბობს, რომ ადგილობით და ეკლესიათა შორის ჩვეულება იარს სხვადასხვაობისა წესთა ისაო, რომ ადგილობრივ ეკლესიებში ხშირად ერთი და იგივე სულიერი მოვლენა სხვადასხვაგვარად ფორმობრივად აღესრულება. თუმცა კვლავ ხაზგასმით აღნიშნავდა ეს აუცილებლად ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ როდესაც ვამბობთ სხვაგვარად აღესრულება, ეს სხვაგვარობა არანაირად ნებისმიერი არ არის, არანაირად თვითნებური არ არის, ეს სხვაგვარობა მხოლოდ მაშინაა ჭეშმარიტი, თუ ის საეკლესიო კანონიკით არის ნებადართული, თუ ის კანონიკურად არის მიჩნეული ეკლესიურ ტრადიციაში. აი ეს განსაზღვრავს თვით ამ სხვაგვარობის გარკვეულობასაც, გარკვეულ რაოდენობას, რომელსაც არც აღემატება, რა თქმა უნდა და არც დააკლდება. ამრიგად წესთა შორის კვლავ აღნიშნავს სხვადასხვაობა სრულიად თვალსაჩინოა სახეზეა და ეს თვით ჭეშმარიტების საფუძველში დევს. ასევეა რომ ნათლობის საიდუმლო არსით, რა თქმა უნდა, ყოველთვის მაცხოვართან თანადასაფლავებას ნიშნავს, მაგრამ მაცხოვართან თანადასაფლავება რიტუალურად წყლის პროცედურის მხრივ ყოველთვის აბსოლუტურად ერთგვარ უნდა შეიძლება არ ახსოვდეს. სავსებით გასაგებია, რომ გარკვეულ შემთხვევებში ადგილი აქვს მთლიან შთაფლას წყალში, მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში ადგილი აქვს წყლის დასხმას. აქაც მხოლოდ ის სახეობებია ჭეშმარიტი კვლავ აღნიშნავთ, რომლებიც საეკლესიო ტრადიციაში ხვდება ჩვენ და უწმინდესი ტრადიცია მათ კანონიზებას ახდენს ფაქტობრივად. ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ წყლის ნებისმიერი შეხება ადამიანთან ნათლობად ჩაითვლება, რამდენადაც აქაც მხოლოდ საეკლესიო უწმინდესი გადმოცემა არის ჩვენთვის განსაზღვრელი. უკიდურესი გამარტივებანი, რა თქმა უნდა, ზოგჯერ სახეზეა, დღესაც გარკვეულ პრაქტიკაში დაუშვათ შუბლზე შეხება რაღაც ნაკურთხი წყლისა ბამბით და თითქოს ეს ნათლობად უნდა ჩაითვალოს და სხვა. ყოველივე ეს წარხოცილია ეკლესიისგან, ეკლესიაში კანონიკურად ითვლება მხოლოდ ის სახეობანი ნათლობისა, რაც უწმინდეს ტრადიციაში კვლავ აღნიშნავ დაკანონებულია, დადასტურებულია, გავრცელებულია და შერაცხილია. ეს ძირითადად მაინც ორ სახუნება, ერთი მთლიანი შთაფლა, მეორე თავზე სამგზისი დასხმა წყლისა. ამ უკანასკნელი შემთხვევები ძალიან ბევრია, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რიცხობრივად გარკვეულ ეპოქებში უფრო მეტი იყო ვიდრე ის პირველი, რომელიც შესრულების თვალსაზრისით უფრო რთულია. რა თქმა უნდა, ეს მეორე სახეობა არასოდეს არ აუქმებს პირველს, ორივე ერთძალია და მოწადინებაც კი შეიძლება ჩვენ გამოვთქვათ იმისა, რომ ნეტამს საყოველთაოდ ხილული სახითაც მთლიანად შთაფლვითი ნათლობა დამკვიდრდეს. რატომ? იმიტომ რომ უფრო შთამბეჭდავია. არა იმ გაგებით, რომ თითქოს შთაფლვითი ნათლობა უფრო ნათლავს ადამიანს და დასხმითი უფრო ნაკლებ. ეს არა, მაგრამ ამა თუ იმ წესის შესრულებისას, ამა თუ იმ მსახურების ახსულებისას ეკლესიურ ტრადიციაში მნიშვნელობა იქცევა აგრეთვე შთამბეჭდაობასაც. ანუ როგორც მას საეკლესიო ტერმინად განეკუთვნება, განსხრომით შესრულებას. აქ რა თქმა უნდა, მსმენელისთვის გასაგებია, რომ განსხრომა იმ შინაარსს აღარ იტევს, რასაც ის ყოფით მეტყველებაში გულისხმობს. განსხრომა აქ ნიშნავს შთამბეჭდავად, სულიერად აღსრულებული წესი, რომ ადამიანის გრძნობელობით შთაბეჭდილებაშიც დამკვიდრდება. რა თქმა უნდა, შთაფლითი ნათლობა გაცილებით შთამბეჭდავი იქნება იმ პირისათვის, რომელსაც უკვე მეხსიერება აქვს, შეგნება აქვს და მის გონებაში ეს აღიბეჭდება. ამიტომ და ამგვარი წესი კვლავ აღნიშნავთ მიღებულია კალენდარშიც ალბათ ბევრ თქვენგანს შეუნიშნავს ამგვარი ფორმულირება, როდესაც რომელიმე წმინდა დღესასწაული მარხვის დღეს ემთხვევა, დაუშვათ თუნდაც წმინდა ნინოს დღესასწაული და სხვა, იქვე შენიშნულია ამ დღესასწაულის განსხრომით აღსრულებისთვის, იგი გადატანილია მომდევნო დღეს. გადატანილი იმის გამო, რომ მარხვაში დღესასწაულობის სიჭარბე და დღესასწაულობის სიჭარბე ხშირად ხორციელი სახით ვლინდება მოგეხსენებათ, რა თქმა უნდა, ნაკლებ დაშვებულია და დაუშვებელიცაა ზოგ შემთხვევაში. ამიტომ განსხრომა რომ ახდეს დღესასწაულს, ანუ შთამბეჭდაობა რომ ახდეს ხორციელი შვების სახითაც და ეს ხორციელი შვება დღესასწაულთა ჟამს უწმინდესი საეკლესიო ტრადიციაა. ყველა საეკლესიო სამონასტრო ტიპიკონში ჩვენ ვნახავთ მსგავს დაკანონებას ხორციელი შვებისას, რა თქმა უნდა, თავის საზღვრებში გასაგებია, მაგრამ ეს ხორციელი შვებაც რომ ძმათათვის, ქრისტიანთათვის, მრევლის წევრთათვის შთამბეჭდავი აღმოჩნდეს, ამიტომაა დაშვებული. კარგად არის ცნობილი, რომ მაგალითად გრიგოლ ბაკურიანის ტიპიკონში
ცალკეულ მნიშვნელოვან დღესასწაულებთან დაკავშირებით პირდაპირ იქ მითითებული როგორ უნდა შეემატოს იმ ტრაპეზს, რაც ძმებმა უნდა იხმიონ სულიერმა ძმებმა, როგორ უნდა შეემატოს თვით სასმელსაც, ღვინოს, უფრო უხვად არის საზრდელი სასმელიც მოწოდებული, იმიტომ რომ ამაშიც უნდა გამოიხატოს ადამიანის სიხარული უწმინდესი დღესასწაულის ჟამს. ხორციელება განუყრელი ადამიანისგან და რამდენადაც ამ დაცემულ მდგომარეობაში ხორციელება აუცილებლად მატერიალურ საზრდელთან არის დაკავშირებული, ეკლესიური მსახურება მატერიალური საზრდელის მცირედი შვებით მიღებასაც რა თქმა უნდა აკანონებს და კვლავ აღნიშნავთ, მხოლოდ ის ხორციელი შვება ამ შემთხვევაშიც ნებადართული და ღირსეული და სულიერი, რასაც ეკლესიური კანონიკა შემოსაზღვრავს და არა თვითნებური და უზომო და უშუალოდ ნაყროვანებისადმი ადამიანთა მიცემა თავის მათდამის შესაკუთრება. ყოველივე ზემოთქმული კვლავ აღნიშნავ ჩვენ უეჭველად გვიდასტურებს იმას, რომ დიდაქეს ეს უწყებანი მართლაც პირველი საუკუნის ვითარების ამსახველია, როდესაც თუ შესაძლებლობა იყო ადამიანის შთანხმლითაც ინათლებოდა, თუ ეს შესაძლებელი არ იყო, ის დასხმითაც ინათლებოდა. ამ საკითხზე ჩვენ შეიძლება სხვა დროს კიდევ უფრო განვარცოთ ჯერობა, მეტი საბუთის მოტანა ამჯერად აუცილებელი არ არის, კვლავ დაუბრუნდეთ იმ ჩვენს ძირითად სათქმელს, რასაც აღნიშნავდით, რომ ეს ნაწილი, ეს მონაკვეთი დიდაქეს ტექსტისა, ეგრეთ წოდებული ნათლისღებითი ნაწილი, შეგვიძლია ასე უწოდოთ, რაც მოსდევს პირველ ნაწილს, დამოწხრით ნაწილს, ეტაპობრივად შესაბამისია განხთობის გზის მეორე ხარისხისა, რასაც გასხიოსნებითი, გასინათლებითი, განმანათლებლობითი ხარისხი ეწოდება და მართლაც უწმინდესი ნათლისღება ჭეშმარიტი, გამასინათლებელი, გამასხიოსნებელი გახლავთ პიროვნებისა. თვით ქართული სახელწოდებაც ამ დღესასწაულისა ნათლისღება სწორედ ამ სულიერ რეალობას წარმოაჩენს ჩვენ წინაშე და აქვე შეგვეძლო აღვენიშნა, რომ არა მხოლოდ ეს სახელწოდება, არამედ მრავალი სხვა სახელწოდება, რაც ქართულ ენაში საეკლესიო ტერმინად არის დამკვიდრებული, ხშირად ისეთ ღრმა სულიერ თვისებას გამოკვეთს ამა თუ იმ მოვლენისას, რაც სხვა ენებში და სხვა ენოვან ტერმინებში ნაკლებ გამჭვირვალეა. ამ შემთხვევაში თუნდაც ბერძნულად დაკანონებული ტერმინი ნათლობისა გახლავთ ბაპტისმა, რაც ჩარჭობას, ჩაძირვას, წყლის დასხმას, შეღებვას, ესე გარეგან სახეს წარმოაჩენს მაინც ნათლობისას და წყლის პროცედურაზე მიანიშნებს. მაშინ როცა ქართული ნათლისღება აშკარად სულიერი შინაარსის გამომხატველია. თვით რუსული კრეშჩენიეც ნაკლებად წარმოგვიჩნდება სულიერი შინაარსის გამომხატველი, უფრო გარეგნულ მხარეზე აქცენტირება. გარეგნულ მხარეზე იმ გაგებით, რომ აუცილებლად ჯვარი გარდაისახება წყალზე, რომელთაც პიროვნება უნდა მოინათლოს, თვით ის პიროვნებაც ჯვრის გარდასახვას იღებს, ჯვრის მფარველობის ქვეშ ექცევა და ეს არის როგორც ჩანს მნიშვნელოვანი ვითარების განსამარტავად, რომ რუსულად სწორედ ეს სახელი დაუმკვიდრდა. თუმცა აქ ჩვენ მაინც შეგვიძლია რომ უფრო მეტად ბერძნულზე უფრო მეტად რუსულ ტერმინში სულიერი შინაარსიც დავინახოთ. ეს სულიერი შინაარსი კერძოდ რას გულისხმობს? გარდა იმისა, რაც აღნიშნეთ, ჯვართან ნათლობას აახლოებს და აიგივებს ზოგ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეკლესიის მამები ზოგჯერ აიგივებენ კიდეც ჯვარსა და ნათლობას, რამდენადაც ნათლისღება სხვა არაფერია, თუ არა მაცხოვართან ერთად თანადასაფლავება. და თანადასაფლავება მხოლოდ მაშინ მოხდება მაცხოვართან ერთად, თუ მაცხოვართან ერთად თანაჯვარს ვეცმით ჩვენ. ნათლობის რიტუალი სწორედ ამას წარმოაჩენს და აღასრულებს ჩვენზე, მაცხოვართან თანაჯვარცმა, თანადასაფლავება და თანააღდგომა განუყრელად საღვთო დიდებაში. ამიტომ რამდენადაც სწორედ ეს აღსრულება ნათლისღების შედეგად ყველა მორწმუნეზე, ეკლესიის მამები, როდესაც ნათლისღების სახელწოდებებს და სახელებს ჩამოთვლიან, ამ სახელებში ძალიან ხშირად და თითქმის ყოველთვის ჩვენ გვხვდება აგრეთვე ჯვარიც, სტაუროს ბერძნულად. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი პირდაპირ აღნიშნავს, რომ ნათლისღებას, ანუ ბაპტისმას ეწოდება აგრეთვე სტაუროს, ისე როგორც სხვა სახელები, მაგალითად მას ეწოდება მადლი, იმიტომ რომ საღვთო მადლით განიმსჭვანება პიროვნება, ანუ ხარის მადლი ეწოდება მას. რა თქმა უნდა, ბერძნულშივე ეწოდება მას სულიერი შინაარსის გამომხატველი ცნება ფოტისმა, ნათლობა. მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში რაზე გვაქვს აქცენტი? თავისთავად ცხადია, უდიდესმა საეკლესიო მოღვაწეებმა სწორედ ბერძნულ ენაზე განჭვრიტეს ნათლობის საიდუმლოს უღრმესი, სწორედ გამასინათლებელი, განმანათლებელი, სულიერი ნათლით აღმავსებელი შინაარსი და ამას ეყრდნობა ქართული ტერმინიც ამ ბერძენ ღვთისმეტყველთა განმარტებებს და თავისთავად ცხადია, რომ მათვე ამ ბერძენმა ღვთისმეტყველებმა პარალელურ ტერმინად ნათლობას უწოდეს ფოტისმა, მაგრამ ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ იმაზე დაკანონებული ტერმინი რომელია ამა თუ იმ საიდუმლოსი, რომ თვით დაკანონებულ ტერმინშიც კი რომ ქართულში სწორედ სულიერი შინაარსია წინაპლანზე, ეს გარკვეულწილად ჩვენ მნიშვნელოვანი გვეჩვენება. აი ეს მხარე, რომ მეორე ეტაპს
გასხიოსნებით ეტაპში ესავება ნათლისღების საიდუმლო, განსაკუთრებით ამ საიდუმლოს ქართულ სახელწოდებაშია გამოხატული. ნათლისღება სინათლის მიღებას ნიშნავს, გასინათლებას ნიშნავს, სინათლით ავსებას ნიშნავს. ამაზე აქცენტირება იყო ამ შემთხვევაში ჩვენი მიზანდასახულობა, როდესაც ნათლისღების საიდუმლოს აღნიშნულ ტერმინოლოგიას ასე ზედაპირულად შევეხეთ. ამ შემთხვევაში ამით დავასრულებ ჩვენ საუბარს, გმადლობთ ყურადღებისათვის.